ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჩვენ აქ ვართ, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ. ხელოვნებითი თერაპიის მნიშვნელობა და დარგები. ჩემი სტუმარია ხელოვნებითი თერაპევტი თამუნა ნადირაძე. თამუნა, მოგესალმებით, მადლობა რომ ამ საინტერესო თემით შემოგვიერთდით. რაც შეეხება ხელოვნებით თერაპიას, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა მოდით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუთხრათ თუ რას მოიცავს, ამით დავიწყოთ საუბარი და შემდეგ დეტალურად ჩავშრით თემას. გისმენთ. მოგესალმებით პირველ რიგში ნინო, მადლობა მოწვევისთვის და მიხარია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა და რომ გვაძლევთ საშუალებას ვისაუბროთ ამ დარგზე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თერაპიულ მიმდინარეობაზე და ვიტყვი რომ ხელოვნების თერაპია ეს არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც დაფუძნებულია ხელოვნებაზე, კრეატიულობაზე და ადამიანის შემოქმედებით უნარებზე. ის გამოიყენება ერთ-ერთ დამხმარე მეთოდად ფსიქოკორექციული თერაპიული პროცესების დროს. ცოტა უფრო ადრეული პერიოდიდან რომ დავიწყო მიმოხილვა, ვიტყვი რომ უძველესი დროიდან ადამიანები ჯერ კიდევ ხელოვნებას, ხატვას, მუსიკას, ცეკვას რიტუალებს იყენებდნენ ემოციების გამოხატვასა და ემოციების გამოსახატავად და შინაგანი წონასწორობის სხეულის წონასწორობისთვის მოსაყვანად. და ამის შემდეგ მოხდა დაკვირვება მის თერაპიულ მნიშვნელობაზე. ფსიქიატრიულ კლინიკებში მოხდა პაციენტების ნახატების და შემოქმედების გაანალიზება. შემჩნევა მათ ნახეს, რომ პაციენტების ნახატები მოიცავდა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და ეს გახდა საფუძველი, რომ ხელოვნებით თერაპია უფრო მეტად აქტიურად გამოყენებული ყოფილიყო ამ მიმართულებით, ანუ თერაპიული მნიშვნელობით. უფრო მეც ვიტყოდი, რომ 1952 წელს თვითონ ტერმინი ხელოვნებით თერაპია ეკუთვნის ბრიტანელ მხატვარს ადრიან ჰილს, რომელმაც როდესაც ტუბერკულოზით მკურნალობისას მან თვითონ თავად აღმოაჩინა ხატვის ექიმი იყო, მხატვარი იყო, ბრიტანელი მხატვარი კი ბატონო და მან აი ამ დაკვირვებით მიხვდა, რომ ხატვას ძალიან დიდი და აი ამ თერაპიული მნიშვნელობა და გავლენა აქვს ადამიანის სხეულზე. შემდეგ უკვე ფსიქოანალიზის განვითარებამ ხელი შეუწყო, რომ ამ იდეას როგორც ხელოვნება არაცნობიერი პროცესების გამოხატვის საუკეთესო საშუალება. და შემდეგ ჩამოყალიბდა როგორც დარგი, ცალკე დისციპლინა, შეიქმნა პროგრამები და უკვე დღესდღეობით ძალიან კარგად გამოიყენება ამ მიმართულებით, როგორც სადიაგნოსტიკო, ისე თერაპიული დანიშნულებით. კი ბატონო, და რაც შეეხება გავლენას, რაც შეეხება გავლენას, დიახ, ანუ ძალიან კარგ დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ანუ ის ხელს უწყობს შფოთვის და სტრესის შემცირებას, ემოციის და მენტალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას და ბევრი ძალიან სასიკეთო უნარების გაუმჯობესებას, რაც ადამიანში არსებობს გაუცნობიერებელის სახით. ასევე ძალიან კარგია თავდაჯერებულობისთვის, თვითშემეცნების, თვითგააზრების გამოხატვის საუკეთესო ხერხია. ჩვენ ყველაფერს ვიწყებთ დიაგნოსტიკური შეხვედრებით, რომელიც მინიმუმ 3 შეხვედრისგან უნდა შედგეს. ამ 3 შეხვედრაზე ჩვენ ვაკვირდებით ნამუშევრებს, ვიკვლევთ საერთო ტენდენციას ამ ნამუშევრებიდან, შემდეგ გეგმავთ თერაპიულ პროცესს, იმიტომ რომ ყველა მასალას თავისი თერაპიული გავლენა აქვს ადამიანზე და ჩვენ უნდა ვიცოდეთ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტულ პიროვნებასთან, ანუ როგორ ვიმუშაოთ, რა მასალაში ვიმუშაოთ. ჩვენ ვართ ორიენტირებული უნარების, ახალი უნარების აღმოჩენაში, ვეხმარებით ადამიანს ამ გაუცნობიერებელი აზრების გადამუშავებაში ვუწყობთ ხელს და აი ამ სურათხატებით, რასაც ქვია, თავისი ნამუშევრებში შემოტანილი ფორმების, ფერების და გამოსახულებების დახმარებით ვეხმარებით მათ პრობლემების დაძლევაში. აი პირობითად რომ ვთქვათ,
ფერის მნიშვნელობა რომ ვთქვათ ადამიანზე, ფერს ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე და ეს ჩვენ ძალიან თვალხილული მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ჩაცმულობის კუთხით, ხო, აი ძალიან თავისი განცდები და თავისი ხასიათი შემოაქვს ფერს ადამიანში. ცვლის გუნება განწყობილებას და თავისი ფერის შესაბამის განწყობას უქმნის განწყობიდან გამომდინარეც არჩევ ფერს. კი ბატონო, კი, მაგრამ აი ზოგჯერ არის რომ განწყობა შეიძლება არ გაქვს ისეთი ნათელი ხალისიანი, მაგრამ ფერმა ისეთი გავლენა იმოქმედოს, რომ წონასწორობაში მოიყვანოს სხეული. აი სწორედ ამას გულისხმობ. ასევე ვიცით ჩვენ რომ აი ეს შავი და მუქი ტონის მუქი ტონალობის ფერები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის კიდევ უფრო ემოციურ დატვირთვას ატარებს ადამიანში, როგორი მძაფრი ემოციის განცდის შემქმნელია, ხო? ამიტომ ამდენად ვამბობთ, რომ ფერს და ფორმას ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანზე, დიახ და აი ამის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ თერაპიულად მისი განკურნებისთვის, ანუ მისი ძალების აღმოჩენაში და გარდაქმნაში. ცვლის ცხოვრებას, მოდით ასე ვთქვათ, ეხმარება. დიახ და რაც შეეხება ამ თემას, რა თქმა უნდა, ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნოთ მიმართულებები ხელოვნებითი თერაპიის. დიახ, ანუ ხელოვნებითი თერაპიას, როდესაც გულისხმობ, აქ იგულისხმება როგორც ხატვა, ზერწვა, მუსიკა, ცეკვა, დრამათერაპია, ეხლა ძალიან აქტუალურად შემოვიდა ცეკვით თერაპია, დრამათერაპია. ეს ცოტა სიახლეა, დიახ, ცეკვა თერაპია განსაკუთრებით სიახლეა. ცეკვა თერაპია ვიგულისხმო დიახ. მუსიკა თერაპია მეტნაკლებად უკვე კარგად მუშაობს ჩვენთან, დანერგილია და ძალიან კარგი შედეგები მოაქვს, იმიტომ რომ ისევე როგორც ხელოვნების თერაპიას, ეს მუსიკალური თერაპიაც მიმართულია ადამიანის უნარების გაუმჯობესებისთვის, ხარისხის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ეს ბედნიერების და შემოქმედებითი უნარების აღმოჩენისთვის და საერთო ჯამში ემსახურება შფოთების სტრესთან გამკლავების გზების ძებნაში. აი მაგალითად დეპრესიული ტენდენციების მქონე ადამიანისთვის ძალიან კარგია ეს მუსიკათერაპია, იმიტომ რომ განსაკუთრებით კარგად შედის მუსიკა ასეთ ადამიანთან და მოყავს მოძრაობაში, მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ესეც თვალნათლივ დავინახოთ, როგორ გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანის სხეულზე, ხო? რაღაც გადავახდით თემას თითქოს მუსიკა. არა, ძალიან საინტერესო საუბრობთ. მუსიკას მივაბი. დიახ, ანუ ჩვენ მუსთერაპიაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო არტ თერაპია, მოდი ასე ვთქვათ. ძალიან კარგი დამხმარე თერაპია, დიახ, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ეხმარება სხვადასხვა უნარების აღმოჩენაში და აი ამ დაძაბულობის, სტრესისგან განთავისუფლების არაჩვეულებრივი გზა არის. და ჩვენ შეგვიძლია ეს თავად მაგალითად მოვიყვანოთ ის, რომ აი როდესაც რაღაც სასიამოვნო მელოდია ჩაირთვება, გვიჩქარდება გულისცემა პირობითად, ხო? სისხლის მიმოქცევა, რაღაცა იცვლება, გამოვლენა სახეზე ობიექტურად ვხედავთ, რომ ლოყები შეიძლება აგვიწითდეს, სუნთქვა გაგვიხშირდეს, ხო? ეს არის ის ობიექტური გამოვლენებები, რასაც ჩვენ თვალხილულად ვხედავთ სხეულზე და ეს არაცნობიერ პროცესებს კიდევ უფრო ძალიან სასიამოვნო დეხმარება და ეს სიცოცხლის უნარიანობა, ეს სიხალისე, ბედნიერების აღქმა ძალიან დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე. თუმცა თქვენ მუსიკოსი ბრძანდებით და მუსთერაპევტთან და ვფიქრობ, რომ თქვენი პროფესია გეხმარებათ ამ პროფესიაში, ანუ ორი პროფესია გაქვთ და კონკრეტულად აი მაინტერესებს თუ შეიძლება თქვენ სამზარეულოში შემოვიხედოთ, როგორ მუშაობთ ბავშვებთან, ინდივიდუალურად, ჯგუფური მუშაობის, ან რა სპეციფიკაა? დიახ, გეტყვით, ნამდვილად თვითონ თერაპევტი ასევე უნდა იყოს ძალიან ხელოვანი
და ყველა ის მასალა, ყველა ის შეთავაზება, რასაც ჩვენ შემდგომ თერაპიის მიმღებს ასე ვთქვათ, ვუზიარებთ და ვეხმარებით, უნდა ქონდეს თავის თავზე გამოცდილი, უნდა იცოდეს რომელი მასალა როგორ ადამიანთან გამოიყენოს და რა ტიპის დანიშნულებით როგორ იმუშაოს, დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ მუშაობთ როგორც ინდივიდუალურად, ისევე ჯგუფურად და მუსიკათერაპია განსაკუთრებით კარგია ჯგუფური თერაპიების დროს, იმიტომ რომ ეს გუნდურობა, ეს ერთმანეთის მოსმენა, გაზიარება, თანმიმდევრულობა, ჩართულობა არის ძალიან თვალში მოსახვედრი, ეფექტური, დიახ. და იცით რა არის როგორ მუშაობთ, რაც შეეხება იმას მუშაობთ დიაგნოსტიკური შეხვედრების შემდეგ, როდესაც დავგეგმავთ როგორ ვიმუშაოთ, მე ვიყენებ მაგალითად მუსიკის ელემენტებსაც, იმიტომ რომ ეს შეხვედრა, მისალმება და დასრულება ეს ყოველთვის მუსიკალური ჩართულობა მაქვს, იმიტომ რომ და განსაკუთრებით აქ ხას გავუსვამ ბავშვის ასაკს. თუ ბავშვი უფრო პატარაა, მათთან ეს განსაკუთრებით უფრო სასიამოვნო პროცესია, იმიტომ რომ ის ძალიან ბედნიერია და ზოგადად მუსიკა ბავშვის განვითარებაში ძალიან ხელს უწყობს და დიდ დროს კი თამაშობს, ეხმარება მეტყველებაში, ეხმარება სმენის გაუმჯობესებაში, მეხსიერებაში და რა ვიცი, ძალიან აქტიურად ჩართულია ორივე ტვინის ნახევარსფერო. კარგად მუშაობს ნატიფი მოტორული უნარები, რაც გვეხმარება შემდგომ ჩვენ და ბავშვს თერაპიული მიზნებისთვის. და რაც შეეხება შემდეგ სახლში, ამის ძალიან მნიშვნელოვანია ხო მშობლების ჩართულობა, იმიტომ რომ ეს არის დიდი ჯაჭვი და შემადგენელი, ესე ვთქვათ, რგოლები ვართ, ხო? და რა მითითებებს აძლევთ მშობლებს დაუშვათ, ან ეხლა ძალიან ბევრი მშობელი გვიყურებს, გვისმენს, რას ეტყოდით მათ? კი ბატონო, თქვენთან რომ დასრულდება მუსთერაპიის გაკვეთილი, მოდით ასე ვთქვათ, მერე. ეს ხომ არის ალბათ კვირაში ორჯერ, ხო? კვირაში სამჯერ. დიახ, კვირაში ორჯერ. დღეს ესეთი. თუმცა რამდენად მიზანშეწონილია, რომ ყოველ დღე მშობელმა დაუშვათ, ამ მიმართულებით იმუშაოს ბავშვთან. რამდენადაც შესაძლებელია. დიახ, ნინო, თქვენ სწორად ბრძანეთ მშობლის ჩართულობა ამ კუთხით. მე გეთანხმებით, რომ კვირაში თუნდაც 2 შეხვედრა, როგორც ახლა დღეს პრაქტიკაში არსებობს, არ მისცემს ბავშვს იმის გარანტიას და თერაპიულ, ასე ვთქვათ, შედეგს, თუ მას სახლში იგივე ჯანმრთელი გარემო და დაცული გარემო არ ექნება. ჩვენ გვაქვს მშობლებთან ძალიან კარგი კომუნიკაცია ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენს სივრცეში ძალიან კარგად ჩანს ბავშვის მდგომარეობა, რამდენად ჯანსაღ გარემოში იზრდება ბავშვი. მათ ნამუშევრებში ჩანს ეს ძალიან კარგად ბავშვი, რომელიც არ ხატავს ოჯახს, რომელიც არ ხატავს სახლს, არ ხატავს მიწას, ეს ძალიან დიდი დამაფიქრებელი ფაქტორებია, ამიტომ რომ მას არ აქვს დაცულობა, არ აქვს საყრდენი და შემდეგ საუბრობთ მშობლებთან ამის შესახებ და უფრო მეტ მჭიდრო კავშირებს ვურჩევთ შვილთან, იგივე დასვენების დღეებში უფრო მეტ ჩართულობას, იმიტომ რომ ძირითადად ბავშვებს დღეს, რასაც ვაკვირდებით, აკლიათ მშობლის მშობელი, როგორც ასეთი და მშობლის ჩართულობა. მე მესმის დღევანდელი ყოფითი პრობლემები, მესმის ნამდვილად მშობლის მდგომარეობიდან ვიხურები, მეც თვითონ თავად მშობელი ვარ და ნამდვილად ძალიან რთულია დღის განმავლობაში მშობელი ძალიან ბევრ როლშია თავად, როგორც მშობელი, როგორც დასაქმებული, როგორც სხვადასხვა და რთულია ამის გაკეთება, მაგრამ შედეგი უბრალოდ არ მიიღება, თუ კი ეს მხოლოდ თერაპევტზე მონდობილი იქნება. ბავშვს ასევე ჭირდება სახლში ჯანმრთელი გარემო, მუდმივად უნდა ზრუნავდეს ადამიანი მის სწორად განვითარებაზე და შემდეგ უკვე ეს იძლევა შედეგს, იმიტომ რომ ჩვენთან ბავშვები ავლენენ განსაკუთრებულ უნარებს. ეს არის საინტერესო. ხო, რამოდენიმე
პერიოდი, ანუ გააჩნია ბავშვი რამდენი ხანი დადის ჩვენთან, მაგრამ აუცილებლად ბავშვი გამოავლენს განსაკუთრებული მიმართულებით რაღაც უნარებს. მაგალითად, მქონია შემთხვევა, რომ არაჩვეულებრივად გამოსდის ბავშვს პლასტიცირება, ხო? შემითავაზებია შემდგომ ზღაპრის გმირების გამოძერწვა, შემდგომ ეს როგორც პატარა მინიატურული ზღაპარი ესე ჩაგვიწერია, გამოგვიყენებია მისი შესაძლებლობები, ხმა, გახმოვანება და ეს უკვე პროცესია, ერთი მთლიანობის ნაწილია, როდესაც ბავშვი გარდა იმისა, რომ თავის უნარებს ხედავს, ძალიან ბედნიერია ამ პროცესით, იმიტომ რომ სრულიად ჩართულია ამ საქმეში, ხედავს თავის შესაძლებლობებს, თავის უნარებს და მეტად თავდაჯერებული ხდება. ჩვენ ზუსტად ამას ვამბობთ, როდესაც გულისხმობთ, რომ ხელოვნებით თერაპიას შეუძლია უნარების აღმოჩენა და ასე შემდეგ. აი ამას გულისხმობთ, რომ ბავშვმა ამ პროცესში თავად უნდა იპოვოს თავისი ძალები. ჩვენ მხოლოდ ვეხმარებით. ჩვენ ვართ უხილავად მათ გვერდით ვდგავართ და აი უბრალოდ რომ აი გვერდით ვდგავართ ძალიან ახლოს, მაგრამ მას ვაძლევთ ყველანაირ საშუალებას, რომ თვითონ გაიაროს ეს გზა. და რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი ხელოვნებითი თერაპია? იცით რა, მე ყოლია 3 წლის ასაკის ბავშვიც, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო ბავშვის ხო პატარაა კი. აი ამ ასაკის ბავშვისთვის განსაკუთრებით ვიტყვი, მუსიკათერაპია არის არაჩვეულებრივი. აი არაჩვეულებრივი 3, 4, 5 წლის ბავშვებისთვის არის არაჩვეულებრივი მუსიკათერაპია, იმიტომ რომ აი აქ პატარ-პატარა რიტმული სავარჯიშოებით, პატარ-პატარა მუსიკალური სიმღერებით, თამაშით ხდება იმ უნარების აღმოცენება, მეტყველების გაუმჯობესება, სიტყვების მარაგის შეთვისება, სმენის, ყურადღების, ჩართულობის ძალიან კარგად მუშაობს მუსიკათერაპია ამ ასაკის ბავშვებზე. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ხელოვნებით თერაპია 4 წლიდან კარგია. ნამდვილად გააჩნია ბავშვის უნარებს, შესაძლებლობას. ჩვენ იმიტომ რომ ბავშვი ჩვენთან რომელიც მოვა, უნდა ვიცოდეთ რა კუთხით დაეხმარება ჩვენი მიდგომები მას და რა თქმა უნდა თამაშით ახლა 4 წლის ბავშვისთვის, 5 წლის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თამაში. დღეს იცით თითქოს თამაში არ მიიჩნევა როგორც თერაპია. მშობლებისგან ხშირად გამიგია, რომ იცით რა ათამაშებენ თერაპიაზე და ეს სწორია, იმიტომ რომ თამაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სადაც ხდება ფანტაზიის განვითარება და იმ უნარების, რაც მე ბავშვს ძალიან ჭირდება ურთიერთობებისთვის და ამიტომ ნუ შეეშინდებათ მშობლებს მინდა უთხრა, ხო, ნუ შეეშინდებათ თამაშის, უნდა ითამაშოს ბავშვმა ძალიან ბევრი, რომ მიიღოს გარკვეული გამოცდილებები, რომელიც შემდეგ უკვე დაეხმარება სოციუმში ადაპტაციას. და რა ასაკამდე არის მიზანშეწონილი ხელოვნებითი თერაპია? იცით რა, ხელოვნებითი თერაპია ეს არის ისეთი პროცესი, უმტკივნეული პროცესი, დაუსრულებელი. დიახ, ანუ თითქმის ასაკი არ გააჩნია. შეიძლება იყოს ბავშვიც და შეიძლება იყოს ზრდასრული ხანდაზმული ასაკიც, იმიტომ რომ ხანდაზმულებში ასევე ძალიან კარგია, ასევე კარგად გამოიყენება ფერებით მუშაობა მათთან, იმიტომ რომ აი ფერებს როგორც თქვი სიხალისე, სინათლე შემოაქვს ადამიანში, რაც ხანდაზმულებში ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც შეეხება დრამთერაპიას, ამაზეც მინდა კითხოთ. დრამათერაპია? დიახ, დრამათერაპიას უფრო როლური თამაშები მოიცავს, ხო, იმიტომ რომ არის კატეგორია, რომელმაც არ იცის და არ არის კარგად. დიახ. ადამიანებს რო იცით, ახლა მე პირადად დრამათერაპიით არ მუშაობ, მაგრამ ვიცი, მსმენია და მომწონს ძალიან ეს მიმართულებაც, აქ ხდება უფრო როლური გათამაშება და აი იმ როლში თავის წარმოდგენით, ხო, ხდება იმ უნარებზე არაცნობიერად მუშაობა, რაც შიგნით მასში გაუცნობიერებელია და ჩვენი მიზანი ყველაფერი არის რომ ეს გაუცნობიერებელი აზრების გარდაქმნა შეუძლოთ და უფრო მეტად ჩავიხედოთ ჩვენ შიგნით რა ხდება, იმიტომ რომ
ეს ხშირად არის ხოლმე გამომწვევი მიზეზები, რომ ჩვენ ვშფოთავთ მეტად, ვღელავთ, დასტრესილი, ანუ სტრესი გვემატება და ეს გვიშლის ყოფით ცხოვრებაში ხელს, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ დიდებმა შეიძლება შევძლოთ ამისი გაანალიზება მეტნაკლებად, მაგრამ ბავშვებში ეს არის ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორი. შეიძლება დაერღვას ქცევა, გახდეს აგრესიული, მოემატოს შფოთვა და არ იცის რა დაემართა. ვერაცნობიერებს და ქცევა როგორც კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა, ხო, რომლითაც ის გვეუბნება, რომ რაღაც სჭირს. დახმარება უნდა. აი ეს ხელოვნების თერაპია მათთვის არის განკურნებადი. კი ბატონო. ჩათვალეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი. დიახ და თამნა ადამიანს რომელსაც უნდა ხელოვნებით თერაპევტობა, ანუ რა უნარებს უნდა ფლობდეს თავად? იცით რა მაგაზე ვიტყვი რომ დღესდღეობით ჩვენთან ნამდვილად ისწავლება ხელოვნებით თერაპია პროფესიულ დონეზე და მე ძალიან დიდი მადლიერი ვარ ჩემი პედაგოგის აქვე ვიტყვი ქალბატონი დუჩიძის რომელმაც თვითონ შეისწავლა საზღვარგარეთ ჩამოიტანა ეს მეთოდი საქართველოში და დღემდე ეწევა სამეცნიერო საქმიანობას ამ მიმართულებით მან ძალიან ბევრი კვალიფიციური ხელოვნების თერაპევტი გაღზარდა დღემდე დიახ და გვიწევს მენტორობას და ძალიან მადლიერი ვარ მის იმიტომ რომ დღეს ძალიან კვალიფიციურად ანუ მაღალ დონეზე ისწავლება ხელოვნების თერაპია საქართველოში თუმცა ვერ ვიტყვი მუსიკათერაპიაზე ამას იმიტომ რომ თავად მქონდა სურვილი რადგან მაქვს მუსიკალური განათლება მუსიკათერაპევტის სპეციალობაც დიპლომირებულ სპეციალობას გულისხმობ მიმეღო თუმცა საქართველოში ჯერ ამის შესაძლებლობა არ არის მხოლოდ დიპლომირებული მუსიკათერაპევტები ხდებიან საზღვარგარეთ სწავლების შემდეგ მაგრამ მე მომეცა საშუალება რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულ პროექტში მივიღე მონაწილეობა სადაც მუსიკა როგორც თერაპიული მნიშვნელობით გამოყენება ბავშვებში შემძლებოდა და მაქვს ამის განათლება მიღებული და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის ყველას ვინც ხელი შემიწყო. კი ბატონო და აი რაც შეეხება ზოგადად პროფესიის არჩევას ხელოვნებით თერაპია არის თუ არა მომავლის პროფესია? ნამდვილად ხელოვნებით თერაპია და ზოგადად ამ მიმართულებით პრობლემებმა იმდენად იმატა, რომ ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი პროფესია, რომელიც არა მარტო ხელოვნებით თერაპიის მიმღებ პირისთვის კარგია, თვითონ ადამიანისთვის, ანუ თვითონ თერაპევტისთვის კარგია, იმიტომ რომ შენში ხდება მუდმივად აი ამ ძალების გარდაქმნა ძალიან სასიკეთოდ, რაც შენთვის კარგია, ანუ შენ ეხმარები საკუთარ თავს და ასევე ეხმარები სხვას, რაც ბუმერანგის პრინციპია, ასე ვთქვათ, გააკეთებს სიკეთეს და გიბრუნდება სიკეთით კი და ნამდვილად კარგი სპეციალობაა და ძალიან დიდი მადლობა თამუნა რამეს ხომ არ დაამატებდი მადლობა თქვენი მოსმენა მადლობა თქვენი რომ ყოველთვის მხარს უჭერთ მსგავსი პრობლემების გაჟღერებას და თვითონ ამ დარგის პოპულარიზაციაში ხელს გვიწყობთ თქვენ არაერთხელ გააჟღერეთ ამ მიმართულებით პრობლემები და მადლობა თქვენ რომ ყოველთვის სადარაჯოზე ხართ ეხმარებით ადამიანებს დაინტერესებულ პირებს პირიქით, მადლობა თქვენ. ეს იყო გადაცემა ჩვენ აქ ვართ, ვისაუბრეთ ხელოვნებით თერაპიაზე, ჩემი სტუმარი იყო ხელოვნებით თერაპევტი თამუნა ნადირაძე. მადლობა დროებით, მალე დაგიბრუნდებით თამუნა წარმატებები. მადლობა ნინა, მადლობა.